ჩვენ ახლა ვიმყოფებით ცისფერ გალერეასთან, ასევე აქვე არის ჭანტურიას ქუჩა, აქეთ მხარეს და აქვე თქვენ შეგიძლიათ რომ ნახოთ რუსთაველის გამზირიც, რომელსაც ხედავთ რომ საკმაოდ ბევრი ხალხი არის შეკრებილი კვლავ, მიუხედავად იმისა რომ პრეზიდენტი უკვე გამოვიდა სიტყვით საქართველოს მოქალაქეებთან, ისინი მაინც რჩებიან საპროტესტო აქციაზე და კვლავ დგანან. საკმაოდ ბევრი ხალხია აქ, მათ შორის ტროტუარებზეც და ასევე გზაზეც. გზა როგორც ხედავთ კვლავ არის გადაკეტილი, ფრიალებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და თქვენ ხედავთ თუ რამდენი ადამიანია აქ მოსული. კვლავ იმისთვის რომ გააპროტესტოს მმართველი გუნდის პოლიტიკა. მე გეტყვით იმას რომ აქვე არის სასწრაფო დახმარების მანქანები, ხედავთ 3 მანქანა არის ჭანტურიას ქუჩაზე და აქვე ხედავთ ხალხს თბილისი მერიოც ასევე, სადაც ასევე არის შეკრებილი ხალხი და საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება. მე გეტყვით იმას რომ დღის განმავლობაში აქ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა მარშები იმართებოდა სხვადასხვა ადგილიდან და შემდგომ უკვე საბოლოო ადგილი იყო საქართველოს პარლამენტი და სწორედ აქ შეკრებილი ხალხი ჩვენ გვეუბნებოდა რომ მათ უნდათ რომ მოესმინათ საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა და სწორედ ერთ-ერთი მიზეზი კვლავ რატომაც მოვიდნენ იყო ეს. ისინი ამბობენ რომ მათაც როგორც საქართველოს პრეზიდენტს ასევე სურთ რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს და სწორედ ეს იყო დღევანდელი დღის მთავარი თემა, რაზეც ამახვილებდნენ ყურადღებას. აქ უამრავი მარში ვიხილეთ, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა მაგალითად თავის სიტყვაშიც თქვა ამწუხელიძის მარში, რომელიც გმირთა მოედნიდან ომის ვეტერანთა მარშთან ერთად დაიძრა და მან თქვა რომ სწორედ ასეთი გმირების გამო ღირს ის რომ დღეს საქართველოს სწორედ იბრძვის იმისთვის რომ იყოს ევროპული ოჯახის წევრი და მე გეტყვით იმას რომ ახლაც გრძელდება შეძახილები, კადრში შეგიძლიათ ნახოთ, ვთხოვთ ჩვენს ოპერატორს რომ განახოთ. ხალხი სოლიდარობას უცხადებს ერთმანეთს, ფრიალებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და არის შეძახილები. საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება და ჩვენ ვრჩებით აქ ადგილზე. გეტყვით იმას რომ მაგალითად ახლა ჩვენ შეგვიძლია რომ ბოლოს მარშზე შემოერთებული წარმოშობის, ასე ვთქვათ, ლეჩხუმლების კომენტარები შეგვიძლია მოვისმინოთ. მათ ჩვენთან აღნიშნეს ის რომ ჩამოვიდნენ ზოგიერთი მათგანი ლეჩხუმიდან, ზოგიერთი მათგანი კვლავ თბილისში ცხოვრობს, თუმცა ისინი ერთნი არიან სხვა კუთხის წარმომადგენლებთან ერთად და ისაუბრეს ერთიანობაზე და ისაუბრეს იმაზე რომ მათთან ძალიან ბევრი პრობლემა არის და სურთ რომ ეს პრობლემებიც იყოს მოგვარებული საქართველოში, თუმცა ერთიანობას ახლა ამბობენ რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, რათა უფრო მეტი კეთილდღეობა იყოს ქვეყანაში და ასევე მათ ისაუბრეს იმაზეც რომ ის პატიმრები რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს უნდა გათავისუფლდნენ და დაინიშნოს ასევე ახალი არჩევნები. ეს არის ის მოთხოვნები, რასაც ყველა თანხმდება აქ მოსულ ხალხს გულისხმობ და ჩვენ შეგვიძლია რომ ახლა ეს კომენტარები მოვისმინოთ. ჩვენ ვართ ლეჩხუმიდან, საქართველოს ყველაზე პატარა კუთხიდან, რომლისთვისაც ხელისუფლებებს ყოველთვის ყველაზე ცოტა იმეტებოდათ, რომლის განვითარებისთვის ყველაზე ცოტა იმეტებოდათ. თუმცა მიუხედავად მოწყვლადობისა და სიღარიბისა, მიმაჩნია, რომ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ლეჩხუმი უამრავი ნიჭიერი ადამიანის მშობლიური კუთხეა და უამრავი გონიერი ადამიანის და მიუხედავად იმისა, რომ აქ სრული შემადგენლობით არ ვართ, მე მიმაჩნია, რომ ლეჩხუმლები ძალიან კარგად ხვდებიან იმას, რომ ხელისუფლება უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი. მე არ ვიცი როგორ დასრულდება ეს ბრძოლა ჩვენსა და ხელისუფლებას შორის, თუმცა მე ზუსტად ვიცი, რომ ხელისუფლება ჩვენთან დაპირისპირება და ჩვენი მომავლის წართმევა ძალიან ძვირად დაუჯდება. ცხოვრობ თბილისში, ჩემ ოჯახთან ერთად და შვილებთან ერთად. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა, როგორც აქციის სხვა მონაწილეების, არის სინდისის პატიმრების გათავისუფლება და რა თქმა უნდა ახალი არჩევნები.
ჩვენი ძალა არის ჩვენ მრავალფეროვნებაში და ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების შეკრებას და ჩვენ იდენტობასთან კავშირის აღდგენას, რომელიც ჩვენს გვაახლოვებს ჩვენ მამაპაპის სულთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავესწროთ და მოვისმინოთ ჩვენი პრეზიდენტისგან ის, როგორ ხედავს უკვე სამომავალ ნაბიჯებს, რადგანაც ყველა მხრივ ქვეყანა არის შესული ჩიხში, ეს უკვე ყველასთვის ნათელია. პროტესტებმა მოიცვა მთელი ქვეყანა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უკვე ნელ-ნელა ხელიდან გვეცლებიან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი დღეს აქ ვიდგეთ და ჩვენი ქვეყნის ერთადერთ ლიდერთან ერთად გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც გააძლიერებს საბოლოოდ ამ პროცესს და მიგვიყვანს ხელახალ არჩევნებამდე. მივიზით ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავლისთვის, საქართველოს ბედნიერი მომავლისთვის. მინდა რომ ვიცხოვრო ნორმალურ ქვეყანაში. ეს არის და სხვა მეტი არაფერი მე არ მაქვს აქედან მასაკისა და მე პირადად ჩემთვის უკვე მე არ მაქვს ეს რა ქვია. აი ჩვენი შვილების მომავლისთვის და რომ ბედნიერი იყოს საქართველო, ძლიერი. საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება. ჩვენ ვართ ისევ ადგილზე, გეტყვით რომ ჩემს უკან არის თბილისი მერიოტი სასტუმრო, ასევე ცისფერი გალერეა არის აქეთ მხარეს და შეგვიძლია რომ ნახოთ აი ცისფერი გალერეის მხრიდან უკვე რა ვითარება არის, აქ შეკრებილები არიან მოქალაქეები მოდიან გზაზე, ზოგი მიდის თავისუფლების მხარეს, ზოგი კი მიდის რუსთაველის მხარეს, თუმცა გეტყვით რომ საკმაოდ ბევრი ხალხი აქვს მოსული და მიუხედავად იმისა რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით უკვე გამოვიდა და იყო ოვაციები, იყო შეძახილები და საკმაოდ ბევრი ხალხი მოიკრიბა, ასე ვთქვათ, აი ამ ადგილას პირველი სკოლის წინ მიუხედავად ამისა, აქ კვლავ რჩებიან მოქალაქეები და აპირებენ რომ აქ იყონ ჯერჯერობით შემთხვევაში ისინი ამბობენ რომ გააგრძელებენ ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ასევე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ აქეთ ამ მხარეც კონკრეტულად კი აი თბილისი მერიოტთან რა ხდება, ხედავთ რომ ძალიან ბევრი ხალხი არის შეკრებილი და მათ აქვთ მოტანილი საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, სხვადასხვა ბანერები და ზოგი ხალხი კიდევ აქ უბრალოდ დგას, საუბრობენ მიმდინარე მოვლენებზე, განიხილავენ სხვადასხვა თემას და საბოლოოდ აქ რჩებიან ისინი, ასევე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთანაც არის შეკრებილი ხალხი და საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება და ჩვენც რჩებით ადგილზე, გეტყვით იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ მმართველი გუნდის პოლიტიკას და ისინი ამბობენ, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მათ სურთ, რომ სწორედ ასეთი საქართველო იხილონ.